სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის წიგნის ქართულ ენაზე ატვირთვას, რომლის სახელწოდება ერთი სრულყოფილი ცხოვრება, უფალი იესოს სრული ისტორია. ჩვენ მესამე ნაწილს დღეს დავამთავრებთ 27 თავით. ქვეთავი 27, რომელიც იცით ეს ნაწილი მესამე იყო იესო მსახურების დასაწყისი. და აი ამ პირველი სასწაულით ჯონ მაკარტური ამთავრებს ამ ნაწილს. იესოს პირველი სასწაული წყლის ღვინოთ გადაქცევა. და ამით მთავრდება და გადადის უკვე პასექის და შემდეგ თავზე. და ეს თავი იესოს მსახურების დასაწყისი ამითი დასრულდება და ეს არის იოანეს სახარებაში მეორე თავში მოცემული. მოდით მოვისმინოთ პირველი და მე-12 მუხლებამდე. ეს ძალიან საინტერესო ისტორია, ძალიან საინტერესო. და ბევრს ალბათ იმას იზავს გაუქარვებს იმას, რომ თითქოს და დაუშვათ წვენს ვავდა იესო ქრისტე. ამ დროს თრებიან აქ ღვინო არის, ხო? მაგრამ ეს არ აძლევს ქართველ მას რა ქვია მოსახლეობას იმის უფლებას, მღვდლებს და იმას, რომ ილოთონ და გაიჭყიპონ და გაამართლონ ეს, ხომ? და აიყვანონ რაღაცა სუფრა და ღვინისმა რაღაცა იმამდე, კვინტესაციამდე. აი მოვისმინოთ ახლა ჩვენ ეს ისტორია. კანაში. მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში, გალილეაში ესე იგი გალილეაში ხდება ეს ყველაფერი. იესო ჩრდილოეთია ისრაელის, იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც მიიწვიეს ქორწილში, ღვინო რომ შემოაკლათ, უთხრა დედამისმა იესოს: "ღვინო აღარ აქვთ." იესო მიუგო: "რა მე და შენ დედაკაცო, ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა." უთხრა დედამისმა მსახურებს: "გააკეთეთ ყველაფერი, რასაც იზგეთყვით." იყო იქ 6 ქვის ჭურჭელი. იუდაველთა განწმენდის წესის თანახმად თითოში 2 თუ 3 საწყაო ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ: "აავსეთ წყლით ეს ჭურჭლები." მათაც პირთამდე აავსეს. კვლავ უთხრა მათ: "ახლა ამოიღეთ და სუფრის გამრიგეს მიართვით." და მიართვეს. იგივე ჩვენთან თამადა გამრიგე, ხო? როცა არა, გამრიგე სხვა არის და თამადა სხვა არის. როცა თამადამ ღვინოთ ქცეული წყალი გასინჯა, მან კი არ იცოდა საიდან იყო ეს ღვინო. იცოდნენ მხოლოდ მსახურემა, რომლებმაც ამოიღეს წყალი. ნეფეს დაუძახა მან. იგი გამრიგე ალბათ მერიქიფე, ხო? და უთხრა: "ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგავს, ხოლო როცა შეთვრებიან, მდარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს." ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ იესო დედამისთან, თავის ძმებთან და მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში ჩავიდა და რამდენიმე დღეს იგი დარჩა. აი აქაც მიაქცეთ ყურადღება, ესე იგი. თუ მოწაფეებს ძმებს უწოდებდა, ზოგიერთი რო ამბობს და ვითომ ძმები არ ყოლია, მაშინ რატო ახსენებს აქ ცალკე იოანე? ხედავთ, ისევ და ისევ მივდივართ, რომ მოწყვიტავ სახარებას და რომ შეხვალ შენი ადამიანური იმები და მარიამი გაწმენდილი ყავსა თითქოს და მას ბავშვები აღარ გაუჩენია, ხო? აი ეს არის სისულელეები. ახლა ნათლად ამბობს, ხო? იესო დედამისთან, თავის ძმებთან და მოწაფეებთან ერთად. ნახეთ, რა შუაში ახლა ის სულიერი ძმობა მოწაფეები არიან, ხო და ფიზიკურ ძმობაზეა ლაპარაკი. აი ეს არის ჩვენი მესამე ნაწილი ამითი დასრულდა. მადლობა მოსმენისათვის.